მოწმობებით ვიდრე არ დაიშება თითოეული მათგანი. თუმცა აქაც არ არის 20 და 10 პოლიციელის დასჯა და თავის გადმოგდება რამე. ეს არის სისტემური დანაშაული. ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილის რუსული სისტემა. და როცა ჩვენ ვამბობთ რუსულ რეჟიმს როცა ვეძახით, სხვა არაფერია რუსული რეჟიმი თუ არა ის რაც ჩვენ ნახეთ კადრებით, რაც ჩვენ ნახეთ რას უკეთებდნენ ლაშას და ბაბუნას. ვაჟა შაველა მაინც არა გაქვს საკითხული. არ გინახიათ როცა მაგრობენ, არ უნდა წავედობდეთ. ეგ არ არის ბიჭობა, ეგ არის არაკაცობა, ეგ არ არის პოლიციელობა, ეგ არის თაღლითობა, ეგ არის კრიმინალი. და კრიმინალად გაქციათ კრიმინალმა ივანიშვილმა. რატო გვიკვირს? ეს ყოველდღე ხდება. უბრალოდ ამ შემთხვევაში ვიდეო კამერაში მოხდა ეს. ეს ყოველდღე ხდება. რატო იქცევა ეს პოლიციელები ეს? იმიტომ უფლება აქვთ. დაშვებულია ეს ყველაფერი, მოსულა. და მალე ჩვენი პოლიცია, მალე კი რა შეიძლება უკვე გადაიქცა დამსჯელ რაზმებად. გადაიქცა სიკვდილის ესკადრონებად, როგორც ჰაიტიში იყო. ბევრად არ განსხვავდებით. უბრალოდ ამ შემთხვევაში დავინახეთ ეს ფაქტი და ეს ხალხი, რომელიც რატომღაც ქართველობის წართმევაზე გვესაუბრება, ჭკუას გვასწავლის. მეგობრებო, როცა ქუჩური ჭყუბი იყო და უბანზე ჭყუბობდა თუ სკოლაზე ადამიანი რო დავარდებოდა, მას ხელს არ ახლებდა. ეს ახალგაზრდა პატიოსანი კაცი რომ წყופილიყო დამნაშავე, რომ წყופილიყო კრიმინალი, რომ წყופილიყო რეციდივისტი, მასზე მოყრობა არ შეიძლება. შენ პოლიციელი ხარ, მაგრამ სადა აქვთ ან ღირსება, ან პასუხისმგებლობა, ან ნამუსი, თორემ ნამუსიანი და პასუხისმგებლობი ადამიანი გადადგებოდა ამ პოლიციის ხელმძღვანელიც, გუბერნიის ხელმძღვანელიც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მაინც მინიმუმ. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. ეს არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსები, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ლოგიში ვიყოფებით აქ, იმიტომ რომ არ შეიძლება წამება შერჩეს საქართველოში ვინმეს ჩვენი თანამოქალაქის და ძალიან ცინიკურიც არის და ბოროტებაა, რომ ადამიანი, რომელიც წამების მსხვერპლია, არის ბრალდებული, ხო, მათ შორის. აბსოლუტურად ტყუილ უბრალოდ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეს კაცი აწამეს და ეხლა ბრალდებული. ამიტომ ეს ბრალდება უნდა მოიხსნას მას. ეს ადამიანები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულები, უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები წამების გამო, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ცივილიზებულში ის რა ჩვენ ვიხილეთ, კვალიფიცირდება როგორც წამება და არა როგორც მარტო თქვათ უფლებამოსილების გადამეტება. ასე ვთქვათ, სისტემის ძირითადი ძალაუფლების ესე ვთქვათ მუხრუჭები არის პოლიციის სისტემაზე. ჩვენ ვიხილეთ არა თუ რაღაცა პატარა გადაცდომა, არამედ ეს არის რიგითი გადაცდომა სხვა ძალიან ბევრ გადაცდომებს შორის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რუსთაველის გამზირზე როგორც ცემდა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტივისტებს, ხო? ეს ფაქტები დარჩა დაუჯელი და შესაბამისად, როდესაც ეს ფაქტები რჩება დაუჯელი, მათ გაუჩნდა და განცდა რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება, შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ რომ ცემონ ადამიანი, ხო? ეს დაუჯელობის სინდრომი წამოვიდა აქედან, რომ მათ სისტემამ გაუხსნა ხელფეხი, რომ თავარია ჩვენ გვემსახუროთ და რაც გინდათ ის აკეთეთ. ეხლა ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანი, წამებული ადამიანი ამ პოლიციის მხრიდან, რომელიც ეს პოლიციელები არ დაჯილა. აი მაგალითად ეს არის ერთ-ერთი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი საბას ხვიტარიძის ამჟამად პოლიტპატიმრის ცემის ფაქტი, რომელიც განყოფილებაში ცემეს და შემდეგ არავინ არ დაჯილა ამ პოლიციებთან. და ეს თუნდაც ეს გდდ-ს თანამშრომლები ამ 5 ადამიანი დაჭერით, არაფერი არ მოხდება და არაფერი არ შეიცვლება, ჩვენ ხედავთ, ხო? რამდენიმე კვირის წინ დაიჭირეს ეს ადამიანები, მაგრამ გუშინ ეს ფაქტი მოხდა, ამით რა შეიცვალა. ეს უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებების შემდეგ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახორციელებდა წამებრულ აქტებს, უნდა დაისაჯოს. შენობაში გაზარდათისათი კრიმინალები, როგორებიც არიან თოფჩიშვილი, ჭკრიალაშვილი, ატუაშვილი და ქრივიშვილი. 4 კანონიერი კრიმინალი, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო სამართალთან, ღირსებასთან, რელიგიასთან, კაცობასთან და ადამიანობასთან. იგივე პოლიციელები ფიგურირებდნენ ვახოს ორჯერ გადაცემაში, სამსახურიდან გაიტაცეს ერთხელ ქუჩიდან. ჩვენ არ დაგვიწყებია ეს. ვახო დაკავებულია უსამართლოდ, უკანონოდ, მას ბრალს ვერ უმტკიცებენ, მაგრამ მასზე მოძალადე პოლიციელები არ დასჯილან. აი ფოტოებზე ჩანს მისი დაზიანებები, დაკავების დროს მიყენებული დაზიანებები.
პოლიციამ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეებზე ძალადობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს დაანგრევს ჩვენ ქვეყანას და ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს. სათანადო რეაგირება უნდა მოაყოლოს ხელისუფლებამ ამ გადაცდომას, პოლიციელების გადაცდომას. მე არ ვამბობ, რომ ყველა პოლიციელი მოძალადეა, არ ვამბობ მაგას, მიუხედავად იმისა, რომ მე დავადაც ვიყავი ორჯერ და შეუსაბამო დაკავების მსხვერპლი, არ ვიტყვი, რომ ყველა მოძალადეა. აუცილებელია, რომ სათანადო რეაგირება მოყვეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. რაღაც მოაზროვნე ადამიანი დღეს აქ იდგება აუცილებლად და ჩვენც რა თქმა უნდა უერთდებით აქციას, როდესაც რა თქმა უნდა ეს არის სისასტიკე, ძალადობა, უსამართლობა, რომელიც დღეს ეხება ვიღაცას, ხვალ ყველა შეეხება. ზოგადად განუკითხაობა ყველა ქვეყანაში ეხება ყველას. ვიღაცა შეიძლება გონია რომ დღეს კომფორტულად ვზნობ თავს და დღეს მე არ მეხება, მე არავის ახმას არ ვიღებ და მე ამიტომ არავინ არ შემეხება, ეს არის ტყუილი. არავინ არ დაიჯეროს ხალხო და მივმართავ გორელებს პირველ რიგში რომ დიახ, თბილისში ჩვენ ეს ისეთი ნორმაც გახდა. კი ჩვენ გაოგნებულები ვართ ყველანი, მაგრამ ჩვენ გაგვიხადეს სამწუხაროდ ნორმად ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე გვიკვირს ჩვეულებრივი სამართლიანი საქციელი ჩვენ უკვე გვიკვირს ადამიანებს და მივმართავ გორელებს რომ ნუ გეშინიათ და გამოდით ყველანი, გამოდით დღეს ჩვენ და თვალ თქვენ შვილებს შეეხებათ ეს ყველაფერი და ნამდვილად მე მჯერა რომ ღირსეული პოლიციელები ჯერ კიდევ არიან. ამ შემზარავი კადრების მერე ის არის რომ თავისუფალი საქართველო ისი არ იქნება ყველა ერთიანად ხმას თუ არ ავიმაღლებთ. პოლიცია თუ გჯის დღეს ხვალ უარეს გაგვიკეთებენ. ეს გუშინ არ დაწყებულა, ეს კაიხნის დაწყებულია. მაგრამ მანამდე არ უგრძნია ბევრს. ჩვენ სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებმა კი ვიგრძენით ეს ყველაფერი წელიწად ნახევარია. ამიტომ ვიძახი ყველას კარებზე მოვლიან, ყველას კარებზე დააკაკუნებენ და ნუ ჩავრაზავთ ამ კარებს, გამოვიდეთ გარეთ, გამოვიხედოთ, ერთიანად დავდგეთ, რომ მოუღოთ ბოლო ამ სისასტიკეს. პირველ რიგში გაკეთდეს ის, რომ უნდა გაერთიანდეს ერი და უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ მისი უფლებები იქნეს დაცული. ჩვენ ახლა იცით რა, სახელმწიფოც აღარა გვაქვს. მიტაცებული აქვს ერთ კაცს ყველაფერი და ესენი არიან ქვემდრომები, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. სად არის სამართალდამცავი ორგანოები, საერთოდ არ არსებობენ. ჯალათოზე არიან ნამდვილი პირსისხლიანი ჯალათები არიან. ყოველდღიურად ხდება ასეთი რაღაცა, უბრალოდ ამის გადამღები არ არის არავინ და შუმად და მოგუდულად აკეთებენ ამას ყველაფერს, რომ დააშინონ ხალხი, არ გამოვიდეს გარეთ, არ იბრძოლოს სამშობლოს გადასარჩენა და ამ ქვეყნის გადასარჩენა და ასე შემდეგ. გუშინდელი კადრები ეს იყო შემზარავი კადრები, აი სისხლში და ხორცში რო გავიდა ისეთი შემზარავი კადრი, აი ნამდვილად უნდა დაისაჯოს ეს ხალხი. აი კაცრი რეჟიმი, კაცრად უნდა დაისაჯონ, რომ სხვებმა ვერ გაბედოს ამის გაკეთება, მაგრამ დღეს ხელისუფლება დგას აი ამ რეჟიმზე. აი ესენი რო არ იყოს პოლიცია, ესეთ ყველაფერზე წამსვლელი, ეს რეჟიმიც მალე მოიშლებოდა და აღარ იარსებებდა, მაგრამ მე მგონი მოვა ის დროც და მოდის უკვე, რომ აუცილებლად გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას თავის რეჟიმთან ერთად. რომელიმეს რატო არ გაგიჩნდეთ სურვილი რომ მიშველებოდით ადამიანს რომელსაც სასიკავდივად იმერებდით ყველა აგებთ მწამებლები ყველა აგებთ მისთვის ხარ პოლიციელები რომ იზალოთ ხალხზე ამება თქვენ სამარცხვინო მოიღეთ
ისი ვის წინაშე დადეთ? ხალხის წინაშე თუ ძალადობის წინაშე? მანიაკი ხარ, რატო არ გაგიჩნდა კითხვა? შენი თანამშრომელი რო ძალადობდა, რატო არ მიეშველა იმ ადამიანს, რომელსაც კლავდა? მეგობრებო, მე მგონი პოლიციის ეხლა რა მოვტეხავ? მეგობრებო, არ შევიდეთ კონფრონტაციაში, შეიძლება ხოლმე იქნება, არ შევიდეთ კონფრონტაციაში. იმიგალებო თქვენ.